აი ეს ტიტები იყო ერთი ესეთი ძვირადღირებული სახლის ტოლფასი, ანუ ძალიან ძვირი იყო ტიტები ამ დროისათვის და ყველა ყიდულობდა მოკლედ. დიდარი ვაჭრები და არისტოკრატები ყიდულობდნენ იშვიათი ფერების ტიტებს, რათა საკუთარი სიმდიდრე ეჩვენებინათ. მიწის მესაკუთრემ გაყიდა საკუთარი ნაკვეთი. ოსტატებმა კი საკუთარი ხელსაწყოები, რათა ტიტების ვაჭრობაში ჩაბმულიყვნენ. ბევრმა გაყიდა სახლი, იმის იმედით, რომ ტიტების ფასი არასდროს დაეცემოდა. 1627 წლის ერთ დილას ტიტების აუქციონზე არავინ გამოჩნდა. პანიკა გავრცელდა, ფასები სწრაფად დაეცა და ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ უბრალო ყვავილი იყო და არა ოქრო. ბევრის ოცნება დაინგრა, დაკარგა სახლი და ყველა ის სიმდიდრე, რაც გააჩნდათ. ტიტების მანია ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ეკონომიკური სპეკულაცია. ეს იყო გაფრთხილება თუ როგორ შეიძლება სიღარიბემ და სპეკულაციამ გაანადგუროს ადამიანის ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ტიტები დღემდე პოპულარულია ნიდერლანდებში და ქვეყნის სილამაზის